თქვენ ახლა ხედავთ ორ პარალელურ რეალობას. თომა არის ამერიკაში და იღებს ამ წამლებს, რასაც ვითხოვთ ბავშვებისთვის. ხედავთ მის პროგრესს, როგორ ჩაარბის და ამორბის კიბეებზე. და მეორე მხარეს არის ნიკო, ჩემი მეგობარი, რომელიც გუშინ გავიცანი კანცელარიასთან. და იცით რატომ გავიცანი კანცელარიასთან? იმიტომ რომ მის ოჯახთან ერთად, სხვა ადამიანებთან ერთად ითხოვს წამლებს. წამას მისი გადარჩენისთვის. ნიკოს ზუსტად ახლა სჭირდება ეს წამალი, იმიტომ რომ განიცადოს პროგრესი, როგორც თომა შემთხვევაში მოხდა. მაგრამ პარალელურად ჩვენ ვიღებთ ეგრეთ წოდებული მთავრობის წევრებისგან, სარჯველაძისგან და სხვა ბინძური ადამიანებისგან ისეთ მესიჯებს, თითქოს ჩვენ ვიყოთ ანგაჟირებულები, თითქოს წამალი გამოუცდელია. რა უნდა გამოსცადონ ამათმა, როცა წამყვანმა ორგანიზაციებმა დაამტკიცეს და ამბობენ, რომ ეს წამალი არის ეფექტიანი. არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანებს ფულის გამოყოფა არ უნდათ ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის ჩვენი დღევანდელი მოცემულობა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. უნდა ვიბრძოლოთ, რომ როგორც თომამ, ასევე ნიკომაც განიცადოს პროგრესი, იყოს უკეთესი და არ დაიჩაგროს მხოლოდ იმიტომ, რომ ის საქართველოში ცხოვრობს. მე ძალიან გაბრაზებული ვარ და მინდა ასევე გაბრაზებულები იყოთ ყველანი ქართველები, იმიტომ რომ ემპათიის, ადამიანობის გარდა არაფერი დაგვრჩენია და გვერდში უნდა დაუდგეთ ამ ადამიანებს. ვითხოვთ ელემენტარულს, ვითხოვთ წამლებს ბავშვებისთვის. იმიტომ რომ ისევე განიცადონ პროგრესი, როგორც ამას განიცდიან დიუშენი დაავადებული ბავშვები ევროპასა და ამერიკაში. და ამ მშობლებს არ უნდა უწევდეთ ღამისთენება წვიმასა თუ ქარში კანცელარიასთან. სარჯველაძემ ერთ ადგილას გაიკეთოს მისი დუმილიანი ემპათია და გამოუყოს დროულად ბავშვებს ფული და ჩამოიტანოს წამლები. ეს არის და ეს, რის თქმაც მინდა.